თბილისში დღეს ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები უფასოა, მაგრამ არ გეგონოთ, რომ ევროპული ქვეყნების სტანდარტზე გადავიდნენ. არა, უფასოა ამის გამო. ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნება როგორმე დამებრუნო. საქართველოს და ევროკავშირის სიმნი და ბიზნესმა იყო საკმარისი იმისთვის, რომ აპარატები ერთი დღით გაეთიშათ, ტრანსპორტი ერთი დღით უფასო გამხდარიყო. ხო და მოდით გადავიდეთ ცოტა სხვა თემაზე. ეს თემა თავის შესრულების გარდა იდეალურია, იმიტომაც რომ გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. მაგალითად, ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ავტობუსით მგზავრობა არა მათი ვიღაც ოლიგარქის ხმის გამო, არამედ ისედაც უფასოა 2013 წლიდან. ჩაატარეს რეფერენდუმი, 75%-მა მხარი დაუჭირა უფასო ტრანსპორტს და მათ ეს გამოუვიდათ ისე, რომ ავტობუსების რაოდენობაც საკმარისი ყავთ და მძღოლების ხელფასით საქართველოზე 1.5-ჯერ მეტია. ეს მათ მოახერხეს კერძო სპონსორებისგან მიღებული შემოსავლის სწორი გამოყენებით და სწორი პოლიტიკით. თან ეს იმ პირობებში, რომ ესტონეთს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები აქვს მთელი ევროპის მასშტაბით. და ამ დროს ჩვენთან სახელმწიფოს კუთვნილი თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობს წაგებაზე. და თან ეს იმ პირობებში, რომ მხოლოდ მგზავრობებით ერთ დღეში ისინი შეულობენ 600-700 ლარს, წელიწადში 250 მილიონ ლარს და თან შემოსავალი აქვთ კერძო სპონსორებისგანაც. არასწორი პოლიტიკის გამო ეს ფული იფლანგება ან იხარჯება. შესაბამისად არ შემოდის დამატებით ახალი ავტობუსები, არ შემოდის ახალი მეტროს ვაგონები, არ კეთდება ახალი მეტროსადგურები და არ ხდება ისეთ სიახლეებზე მუშაობა, როგორიც არის ტრამვაი ან ტრანსპორტი მტკვარზე. ესტონეთში ხალხმა გადაწყვიტა უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოლა ისე, რომ არც ხალხი ზარალობს, არც ეკონომიკა გადასახადებიც დაბალია, კერძო შემოსავლის გამოყენებაც ხდება სწორად და არც ავტობუსის დინამიკებიდან აგინებენ მთავრობას.